გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი პარი სენ-ჟერმენი ჩელსი. სტადიონზე დაძაბულობაა, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ მოედანზე არ არის ფეხბურთელი, რომელსაც თითქმის ყველა ელოდა. მაგრამ როდესაც კვარაცხელია ბოლოს მოედანზე გამოჩნდა, მატჩის სურათი სრულიად შეიცვალა. ახმაურებული პრესა, ლეგენდები, შეფასებები და ბევრი საინტერესო დეტალი. ყველაფერს დღევანდელ ვიდეოში გავარჩევთ. ხოლო თუ ფეხბურთი გიყვარს და გინდა რომ ყოველთვის საქმის კურსში იყო, მოიწონე ვიდეო და გამოიწერი არხი. ეს რეალურად სულ რამდენიმე წამს აგართმევთ. ჩემთვის კი დიდი мотиваცია. ახლა კი ვნახოთ თუ რა ხდება საფეხბურთო სამყაროში. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ-ჟერმენმა ჩელსის უმასპინძლა და 5-2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი კვარაცხელიამ შეიტანა. აღსანიშნავია, რომ სრულიად მოულოდნელად ხვიჩა სათადარიკოთა სკამზე აღმოჩნდა. ქართველი ფეხბურთელი კი მოედანზე 62 წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2-2 იყო. ხოლო ამის შემდეგ მოედანზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ხვიჩამ ყველაფერი საგოლე გადაცემით დაიწყო. 86 წუთზე კი ქართველმა ფეხბურთელმა შედევრი შექმნა და ჩელსის კარის შორეული ყუმბარისებური დარტყმით გახვრიტა. ამის შემდეგ არისტოკრატებმა ჩამორჩენის შემცირება სადეს და შეტევაში გადავიდნენ. რა დროსაც კონტრშეტევა გამოეპარათ. ჰაკიმის დიდებულ პასს კი ხვიჩა დახვდა და ჩელსის დუბლი შეუსრულა. ასეთი საოცარი მატჩის ფონზე კი რა თქმა უნდა ქართველი ტალანტი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შეხვედრის შემდეგ კი ქართველ ვარსკვლავს CBS სპორტის ეთერში ლეგენდარული პეტერ შმეიხელი გაესაუბრა. შმეიხელმა პირველივე კითხვა სწორედ იმ თემით დაიწყო, რომელიც ბევრმა გულშემატკივარმა შეამჩნია. მან აღნიშნა, რომ ტელეკამერებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს კვარაცხელია სათადარიკოთა სკამზე. ის კი აშკარად იმედგაცრუებული ჩანდა, რადგან ძირითად შემადგენლობაში არ იყო. ლეგენდარულმა მეკარემ კი მას კითხა, როგორ მოახერხა 30 წუთში მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო. კვარაცხელიამ კი მშვიდად უპასუხა. მისი თქმით არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც სათადარიკოთა სკამზე ჭდომა უხაროდეს. თუმცა გუნდში ძალიან ძლიერი შეტევითი ფეხბურთელები არიან და ამიტომ ენრიკეს გადაწყვეტილებას პატივსცემს. ქართველმა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს 10 წუთს ითამაშებს თუ 80-ს. ის ყოველთვის ცდილობს, რომ მოედანზე 100%-ით დაიხარჯოს. მისივე თქმით, ეს გამარჯვება მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. მისი აზრით, მთელი გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა და სწორედ გუნდურმა მუშაობამ განაპირობა ჩელსის სამბურთიანი სხვაობით დამარცხება. თუმცა კვარაცხელიამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი გამარჯვებისა, საქმე ჯერჯერობით დასრულებული არ არის და გუნდი მომდევნო მატჩისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა დარჩეს. ასევე საუბრის ბოლოს შმეიხელმა კიდევ ერთი თემაც წამოჭრა. მან გაიხსენა, რომ კვარაცხელია გუნდში დაახლოებით 1 წლის წინ მოვიდა, სანამ PSG ასეთ ფორმაში შევიდოდა. მან კი ჰკითხა ქართველ ვარსკვლავს, ხედავდა თუ არა მსგავსებას გასულ სეზონსა და ახლანდელ პერიოდს შორის. კვარაცხელიამ უპასუხა, რომ დიახ, გასული სეზონის დასაწყისიც რთული იყო, თუმცა მოგვიანებით გუნდმა ყველაფერი დაძლია და იმედი აქვს, რომ წელსაც იგივე განმეორდება. თუმცა მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ გუნდი საკუთარ თამაშზე იყოს კონცენტრირებული და მაქსიმუმი გააკეთოს როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე ლიგა 1-ის მოსაგებად. განაცხადა ხვიჩამ. თუმცა ფაქტია, რომ როგორც PSG, ასევე კვარაცხელია ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ორი სრულიად განსხვავებული გუნდია. ეს კი კარგად წარმოაჩენს იმას, რომ ფრანგული კლუბის მთავარი მიზანი სწორედ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება. აღსანიშნავია, რომ ამასთან დაკავშირებით ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Goal.com-მა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ბაიერნმა ლონდონის არსენალს გადაასწრო. PSG-მ კი ამ თამაშის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. შესაბამისად, ქართველ ფეხბურთელს ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგება შეძლოს. ამიტომ ნახოთ თუ რა იქნება, რადგან წინ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა. შეხვედრის შემდეგ კი ლოგიკურია, რომ ხვიჩაზე საუბარი არ წყდება. მაგალითად, შეხვედრის დასრულების შემდეგ კვარაცხელიას თამაში ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ შეაფასა. ძალიან მომეწონა ის, რაც ვიტინიას გოლის დროს გააკეთა. შეეძლო თავად დაეტყა, თუმცა მან პასი გააკეთა და გუნდმა გოლის გატანა შეძლო. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა ხარისხის მოთამაშეა ხვიჩა. ბოლო პერიოდში საქმეები ისე არ მიდიოდა, როგორც თავად ისურვებდა, თუმცა მას კონკრეტული დავალება მისცეს. არ გაბუტულა იმის გამო, რომ სკამზე დარჩა. მოედანზე კი სწორედ ისეთი რეაქციით შევიდა, როგორიც საჭიროა. გადიხარ მოედანზე და გარდატეხას ახდენ, მან ეს შეძლო. არსებობს ერთი რამ, რაც ამ გუნდში მომწონს და რაც თავად კვარაცხელიამაც დაამტკიცა. გაქვს უფლება იყო ნაწყენი, როცა სკამზე გვსვამე, მაგრამ მოედანზე ნაწყენი არ უნდა გახვიდე იმ ფიქრით, რომ ძირითადში უნდა ყოფილიყავი. როდესაც კვარა თამაში ჩაერთო, ეტყობოდა, რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ ეს ბრაზი საქმე დაქცია, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა ასისტი. აი ზუსტად ასეთი დამოკიდებულება საჭირო წარმატებისთვის, განაცხადა ანრიმ. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას იტალიაშიც არ ივიწყებენ. კერძოდ ხვიჩას შესანიშნავი თამაშის შემდეგ მასე სპაციო ნაპოლიმ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. მორიგი არაჩვეულებრივი თამაში ფეხბურთელისგან, რომელიც სტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მომავალში ოქროს ბურთს მოიგებს. შარშან კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენზე
ფარგლებზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა კი სატრანსფერო ფანჯრის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით 75 მილიონი euро, რომელიც ნაპოლი მისანაცვლოდ მიიღო ძალიან ცოტა ჩანს. პარტენოპეიმ PSG-ს კვარაცხელი აჩუქა? მართალია კლუბის მენეჯმენტ შეეძლო უფრო მკაცრად ემოქმედა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ძალიან მარტივია. გვახსოვდეს, რომ მან ანტონიო კონტეს ვერ გაუგო და აიძულებდნენ, რომ განაპირა მცველის პოზიციაზე ეთამაშა და არა გარემარბად. რა თქმა უნდა, ნაპოლი შეეძლო კვარაცხელია ზაფხულში გაეშვა და ეს უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. 75 მილიონი დაბალი თანხა, მაგრამ პარტენოპეი გარისკვას მოერიდა. იანვრის შემდეგ კი კვარაცხელიამ 7 გოლი გაიტანა. პარის სენ-ჟერმენის ტრებლი მოაგებინა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მან 11 ბურთი შეაგდო და ჩემპიონთა ლიგა მისი სტიქია. 10 შეხვედრაში მას უკვე 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა აქვს. ეს საოცარი სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნამდვილად უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ჩელსისთან ნაჩვენები თამაში დასტურია იმისა, რომ კვარაცხელია შეუძლია მიმდინარე სეზონში პარის სენ-ჟერმენის მამოძრავებელი ძალა იყოს. დღესდღეობით კი მის სატრანსფერო ღირებულებად 100 მილიონ ევროზე ნაკლების დასახელება შეუძლებელი იქნება, წერს იტალიური გამოცემა. ხოლო როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ქართველი გარემარბი აგრძელებს ევროპის დაპყრობას. სწორედ ამის ფონზე კი ლოგიკურია, რომ კვარაცხელიას ირგვლივ სატრანსფერო ბაზარზე ხმები ისევ აქტიურდება და როგორც ჩანს, მისი მომავალი ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქს ევროპულ ფეხბურთში. ბოლო დღეებში ინგლისური და ესპანური მედია აქტიურად წერს, რომ ქართველი ვარსკვლავი რამდენიმე გრანდის ინტერესის ცენტრშია. ინგლისური გამოცემა Gimme Sport-ი წერს, რომ შესაძლოა სწორედ ახლა იყოს იდეალური დრო, როცა მანჩესტერ იუნაიტედმა კვარაცხელიას ტრანსფერზე უნდა იფიქროს. გამოცემის შეფასებით, თუ კლუბი მარცხენა ფლანგზე კლასიკურ ვინგერს ეძებს, ქართველი ფეხბურთელი უფრო ბუნებრივი არჩევანია, ვიდრე მატეუს კუნია. ამავე დროს ესპანური გამოცემა Fichajes-ი წერს, რომ ჩელსი ქართველ გარემარბს საკუთარი ახალი პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად ხედავს. მათი იდეალური შეტევითი ტრიო შეიძლება იყოს კვარაცხელიას კრეატიულობა, ესტევაუს ენერგია და კოულ პალმერის თამაშის ხედვა. ამავდროულად Tim Talk-ი უწყება, რომ ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან არსენალი და ლივერპული. თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია, რომ პარის სენ-ჟერმენი კვარაცხელიას მარტივად შეელიოს. ქართველი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მისი ტრანსფერი ზაფხულში რეალურად დადგება დღის წესრიგში, სურველ კლუბებს მის სანაცვლოდ შესაძლოა 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდაც მოუწიოთ. ლივერპულის გეგმები, წითლები მეკარეს აკვირდებიან? რეალმა 60 მილიონი გაამზადა. ზაფხულში როდრი პრიორიტეტი იქნება. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ტონი კროუსის და ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ, რომ მადრიდის რეალის ნახევარდაცვაში პრობლემებია, ეს ახალი არავისთვის არ არის. სამეფო კლუბმა ვერაფრით მოახერხა ამ ორი ლეგენდარული ფეხბურთელის ჩანაცვლება. ესპანური მედია კი შესაძლო ახალ ტრანსფერზე წერს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მადრიდულ გრანდს როდრის აქტიურად უკავშირებდნენ. დღეს კი ვიგებთ, რომ რეალმა მისი ტრანსფერისთვის 60 მილიონი ევრო გამოყო. ბლანკოში თვლიან, რომ 29 წლის ფეხბურთელი ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. ასევე როდრის მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება და ჯერჯერობით ესპანელი ფეხბურთელი კონტრაქტის განახლებას არ ჩქარობს. ამასთან ბოლო პერიოდში მანჩესტერ სიტისში მისი თამაშით ბოლომდე კმაყოფილები არ არიან. მძიმე ტრავმის შემდეგ როდრიმ ფორმის ბოლომდე აღდგენა ვერ მოახერხა და უკმაყოფილება სწორედ ეს იწვევს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელის პოზიცია მადრიდის რეალში შესაძლო ტრანსფერზე. მაგრამ ერთი რამ ნათელია, რომ ესპანელი კონტრაქტის განახლებას ჯერჯერობით არ ჩქარობს და შესაძლოა ეს ბევრ ამაზე მიუთითებდეს. გიორგი მამარდაშვილის ლივერპულთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ კლუბთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ვილსონ კოქსმა განაცხადა, რომ მერსესაიდელების ყურადღების ცენტრში ლანსის მეკარე მოექცა. საუბარია რობინ რისერზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარედ ითვლება. მოგეხსენებათ, ლივერპული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და მოსალოდნელია, რომ ფრანგულ მხარეს შეთავაზებას გაუკეთებს. ტრანსფერმარკეტზე კი რისერის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ასევე კოქსის ინფორმაციით ალისონ ბეკერი კონტრაქტს გაახანგრძლივებს და კლუბს საკუთარ მომავალს 2027 წლამდე დაუკავშირებს. ხოლო კოქსის მიხედვით ეს იმას ნიშნავს, რომ წითლები შეეცდებიან, რომ ზაფხულში ან ალისონი, ან მამარდაშვილი გაასხვისონ. ასევე რამდენიმე საათის წინ ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრისიო რომანომ დაადასტურა, რომ ალისონს ლივერპულში დარჩენა სურს. მას უნდა, რომ ბოლომდე ამოწუროს კონტრაქტი ლივერპულთან, მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით. ამის შემდეგ ის საკუთარ მომავალზე დაფიქრდება. ხევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.